პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებამ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ფოლადის ყველა იმპორტი მინიმუმ 25% დაიბეგრება, მსოფლიოს ქვეყნების აღშფოთება გამოიწვია. ევროკავშირის ლიდერებმა პირობა დადეს, რომ ტარიფები უპასუხოდ არ დარჩება და შესაბამის მკაცრ ზომებს მიიღებენ. კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო ამბობს, რომ არც კანადელები დათანხმდებიან ტრამპის გადაწყვეტილებას. ჩვენ ვიმუშავებთ ამერიკის ადმინისტრაციასთან. უნდა აღვნიშნო, რომ კანადური ფოლადისა და ალუმინის იმპორტი ქმნის ათასობით, მილიონობით სამუშაო ადგილს ამერიკელების სასარგებლოდ. ჩვენ უკვე მრავალი წელი აქვს თანამშრომლობთ და ერთად ძალიან კარგად ვაკეთებთ საქმეს. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს უახლოეს მოკავშირესა და პარტნიორთან. კი არ უნდა ვჩხუბობდეთ, არამედ ერთად უნდა ვაკეთოთ უფრო მეტი. იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოშიმასა ჰაიაში აცხადებს, რომ ტოკიომ ტარიფებთან დაკავშირებით გამონაკლისის დაშვება ითხოვა. მექსიკის ეკონომიკის მინისტრი კი მომავალ კვირას გეგმავს ამერიკის წარმომადგენლებთან შეხვედრას. ბრაზილიელი ექსპერტები აცხადებენ, რომ ტარიფები ამერიკელებს ხარჯებს გაუზრდის, რადგან ამერიკის შეერთებული შტატები თავად ვერ აწარმოებს საკმარის ფოლადსა და ალუმინს. იმავდროულად ტრამპმა განაცხადა, რომ ოთხშაბათს მოაწერს ხელს ბრძანებას, რომელიც ითვალისწინებს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ტარიფების დაწესებას იმპორტზე, რათა შეესაბამებოდეს სხვა ქვეყნების მიერ დაწესებულ საგადასახადო განაკვეთებს.